ის ჯერ კიდევ პირში მიფართხალებს. წავიდეთ. დავიჭირეთ. სუნცირე, შემდეგ მოქცევას მაინც გადაუჩება. ნახვამდის გოგონა, ეს რაღაც ნამდვილი იარაღია. ჩაიხტი ნავში, სანამ ეს წეული ხარის ზვიგენები დამესხმებიან. წავედით. მას თითქმის ჩვენი დახმარება სჭირდება. ბოლოს კი უნდა ვიპოვოთ რიფის მეფე. ჩვენ ახლა დიდი ბარიერული რიფის შუაგულში დავეშვით და მომდევნო 3 დღის განმავლობაში აქ უნდა გადავრჩეთ და დავბანაკდეთ ბიჭებო. გვაქვს ულამაზესი ფირუზისფერი წყალი, მიმოფანტული კუნძულები. თქვენ იცით რომ ავსტრალიაში ყველაზე გიჟური ცხოველები ბინადრობენ და იმედი მაქვს მომდევნო დღეებში სხვადასხვა იარაღით რამდენიმე მათგანს დავიჭერთ. მაგრამ ფრთხილადაც უნდა ვიყოთ, რადგან აქ ძალიან ბევრი რამაა, რაც ჩემს მოკვლას ცდილობს ძმაო. ზუგჩანთა აქვე გვაქვს. და რა თქმა უნდა, იარაღების მთელი ასორტიმენტი გვაქვს. გემიც გვაქვს, რომელიც იქვე ნავთანაა გაჩერებული და მასში რამდენიმე ინგრედიენტია. და თქვენ იცით, ამის გარეშე არსად წავალ, ენერგიის აღმდგენი გვაქვს. როცა აქ კუნძულზე ყველაფერი ყველაზე რთული გახდება, ამას გამოვიყენებთ. აქ კუნძულზე მხოლოდ ყველაზე აუცილებელი წამოღიღე. ასე რომ ჩვენი გეგმა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საკუთარი საკვების დაჭერას. როცა გეუბნებით, რომ აქ ყველაფერი ჩემს მოკვლას ცდილობს, მართლა ზვიგენი დამესხა თავს ამ კუნძულზე ძმაო. ყველგან ზვიგენებია. ყავს ზღვის კატები, ზღვის გველები, ყველაფერი ჩემს მოკვლას ცდილობს. ღმერთო ჩემო ბიჭებო, აქ პირდაპირ ნაპირთან ყავს რიფის ზვიგენები და კუები, ღმერთო ჩემო. რა სუფთა, ისინი პირდაპირ აქ ამ ნაპირთან დაცურავენ. 64 დედამიწაზე, სანამ ეს რიფის ზვიგენები თავს არ დამესმებიან. და სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად აქ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეხლა ყველაზე საყვარელი რამ დავინახე. ღმერთო ჩემო. შეხედეთ ამას, ზღვის ფრინველის ბარტვი ყავს. ის ისეთი ლამაზია. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემი პატარა შინაური ცხოველი იქნება. თუ მოგვიანებით საჭმელს დავიჭერთ, აუცილებლად მოუტანთ მას. აქ ძალიან ბევრი ცხოველია, რომლებიც ამ ცხლებსა და მიწას სახლად იყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ მათ და არ ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში. აი, ჩვენი ნავი იქ არის, ბიჭებო. ეხლა უნდა ავიდეთ ნავზე და დავიწყოთ ამ კუნძულის შესწავლა. გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საჭმლის პოვნას. უკვე მშია ძმაო და იქ გარეთ ყველაზე ლამაზი პირობებია. ფრენკი ჩემთან ერთად არის. ის იქნება ჩვენი მოგზაურობის კაპიტანი ბიჭებო. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ კუნძულზე ძაღლები არ არიან ძმაო, ასე რომ ამჯერად სახლში არაფერს წაიღებ. მე და ფრენკი სულ ხუმრობებში ვართ. ცოტა ხნით შევისვენებთ ძაღლების ჭამისგან ძმაო. ძალიან ბევრი მეც მაძლევ ძმაო. მან თქვა ეს და ეხლა კარგი თევზი უნდა დავიჭიროთ. წავედით ძმაო. ღმერთო ჩემო, რა მაგარია! უკვე დავტოვეთ კუნძული და პირველი დღისთვის ეს წყალქვეშა მშვილდი და ისარი მოვიმარჯვეთ. ეს რაღაც ნამდვილი იარაღია. და მიზეზი, რატომაც ამას ვიყენებთ ბიჭებო, ისაა, რომ სანაპიროს რიფებზე ვნადირობთ. დაახლოებით 5-დან 7 მეტრამდე სიღრმეზე ვაპირებთ შესვლას. ვიმედოვნებთ, რომ ამით შევძლებთ რამე მონსტრების დაჭერას. ბოლოს კი ღრმა წყალში ჩავყვებით, რომ რიფის მეფე დავიჭიროთ. ამიტომ ეხლა გვაქვს გამოცვევა ამ შვილსა და ისრით. ცხოველის დაჭერა ასე ადვილი არ არის. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რადგან ირგვლივ წყალი კრისტალივით გამჭვირვალეა. წავედით.
ბიჭებო, მე ახლა ხან ვიპოვეთ ყველაზე მაგარი დევოს ბურთი. დევო ღრუბლ თევზა, მე წაგიყვანთ და გაჩვენებთ. წავიდეთ. ეს არის გიგანტური სპრეი, ბიჭებო. არა, ეს სიგიჟეა, ძმაო, შეხედე მაგას. ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი, რაც ოდესმე დამიჭერია ჩემს ცხოვრებაში, ძმაო. ხუმრობ? ოჰ, ეს სიგიჟეა, შეხედე. კარა. ამას ლანჩზე შევჭამთ. უნდა დავიჭიროთ რამე უკეთესი მშვილდისრით. გაიტანე აქედან. ბიჭებო, დღეს უბრალოდ გიჟური დღე იყო და ბოლოს მივიღეთ ეს ლამაზი პატარა მარჯნისებრი თევზი. დიდი პირით. სწორედ ამით იწოვენ ისინი ნადალს. და ეს კაშკაშა პატარა ლაქები ეხმარება მას მარჯანთან შეცქმაში. ბევრი საჭმელი არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო დღეებში შევძლებთ უფრო დიდი თევზის დაჭერას. და ბოლოს უნდა ვიპოვოთ რიფის მეფე. ნახეთ ეს. აქ პატარა ზვიგენი ყავს. პატარა ეპოლეტური ზვიგენი. შეხედეთ მას. ო, დავიჭირე, მე დავიჭირე. ძალიან ძლიერია. ის ძალიან ძლიერია. ცოტა ჩემნაირი ბიჭებო. ეს ბიჭი უბრალოდ მეჩხერს კლებში დადის საკვების საძებნელად. ეხლა გაუშვებთ. კარგი. ბოდიში ამისთვის ძმაო. შეხედეთ მას. ავიღებ ჩემს დანას და სწრაფად მოვჭრი ფილებს. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, შეხედეთ ამას. შოკის მომგვრელია. უნდა იგრძნოთ თევზის სუნი. პირდაპირ სანაპიროსთან ხედავთ ზვიგენებს. ო, ღმერთო. ის პირდაპირ ჩემკენ მოდის. შეხედეთ, აი იქ. გვაქვს ულამაზესი მარჯნის ვირთევზის ფილე და ის მზადაა პირდაპირ ცეცხლზე დასადებად. იცით, კარგი ნიშანია, როცა ის ჩონჩხი განჭვირვალეა და თითქმის მზის ჩასვას ხედავთ მის გავლით. პირდაპირ ახლა ვიპოვე სიკიკამას ცხლის პისტოლეტების ნამდვილი საგანძური, ზური. გონია ზვიგენები უბრალოდ მათ გარშემო დაცურავენ. იციან, რომ კარგი დროელით, 100%. ზვიგენები ცხლის პისტოლეტებით ნერფის ომს თამაშობენ, ძმაო. გიჟები არიან. აქ ერთდროულად 800 რამ ხდება. აქ კუები ყავს, ზვიგენები ყავს, თევზები ხტებიან. ყველაფერი გაგიჟებულია. ამას პირდაპირ გადავიღებთ. შეხედე ამას. ჩვენ კიდევ ეს მაგარი რამ გვაქვს, ბიჭებო. ეს არის ტაკოს სანელებელი. ეს რაღაც ძალიან მაგარია. ეხლავე შეგიძლია სუნი იგრძნო. ეს გიჟურია. აი ეს ნიჟარა ავიღე. ეხლა ჩვენს თევზს გადავაბრუნებ. პირველი დრისათვის უამაზესი მარჯნის ვირთევზა გვაქვს. მოდი ცოტა ნაფლეთს მოვწვეთ, ღმერთო ჩემო, მიირთვი.
მართლა დაუჯერებელია. ხვალ დილით ადრე ისევ გნახავთ ბიჭებო. გაჩვენებთ სადმე ძინა აქ და ასევე პატარა ექსკურსიასაც მოგიწყობთ. აქედან მხოლოდ უფრო ექსტრემალური ხდება ყველაფერი. ახალი იარაღები, უფრო გიჟური ცხოველები და იმედია უფრო დიდი თევზებიც. დილამშვიდობისა ბიჭებო ამ კუნძულიდან. დღეს პირობები უბრალოდ გიჟურია. მინდა წაგიყვანოთ ბანაკში და მოკლედ გაჩვენოთ სადმე ძინა აქ გუშინ ღამით. და აქ ამ კუნძულზეც რაღაც გიჟური ამბები ხდებოდა. გვაქვს ეს სწრაფად დასადგმელი პორტატული კარავი. მართლა გაგვიმართლა რომ ქარმა არ წაიღო. გუშინ ღამით ზურგში უზარმაზარი მარჯნის ნაჭრები მერჯობოდა. კომფორტული ძილი ნამდვილად არ იყო. დღეს უზარმაზარი დღე გვაქვს და ვაპირებთ დიდი ცხოველების დევნას. ვეღარ ვითმენ, მაგრამ ძალიან სწრაფად რაღაცის ჩვენება მინდა. აქ უზარმაზარი ნაკვალევია და ესენი კუებმა დატოვეს. ისინი ღამის შუაგულში ამოდიან და კვერცხებს დებენ. თქვენ გუშინ შუადღის მერე ნახეთ, როცა ვამზადებდით საჭმელს, როგორ ამოდიოდნენ. და ასეთი ასობით ნაკვალევია მთელ კუნძულზე. ამ სანაპიროზე რაღაც ნამდვილად შევნიშნე. შეხედეთ აქ. მოდი აქ ძმაო. მოდი აქ. მოდი აქ. ჰეი, მე ვცდილობ დაგეხმარო. მე ვცდილობ დაგეხმარო. მე ვცდილობ დაგეხმარო. ჩვენ აქ პატარა ლამაზი ჩიტუნა გვყავს ბიჭებო. არ ვიცი რა დაემართა მის დედას ან რა ხდება. ის პირდაპირ ეხლა ტალღას შეიძლება წაიღოს. შოულები საერთოდ არ ჩავერეოდი, მაგრამ დაახლოებით 2 საათში ეს პატარა მთლიანად წყალში იქნება. არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ის ჩემზე ისვენებს. რა საყვარელია. ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია ამ თავგადასავლისთვის. მომწერეთ კომენტარებში რა დავარქვათ ამ პატარა ბიჭუნას. ბიჭო, რა საყვარელი ხარ. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ მოქცევას გადაურჩება. მაგრამ კიდევ ერთი რამ არის, რაც ამ ფრინველებს აქ მოკლავს. ეხლა შეგიძლიათ ნახოთ ეს ბუჩქი ჩემს უკან. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქ ეკოსისტემაში. ეს ზუსტად ისეთია, როგორიც ის პატარა ფრინველი, რომელიც გქონდა. უბრალოდ ეს უკვე მკვდარია. და ეს არის ხე, სადაც ყველა ეს ფრინველი დებს თავის კვერცხებს და აშენებს ბუდეებს ამ კუნძულზე. და ის გამოყოფს ამ ცვენს ბიჭებო, რომელიც ფაქტობრივად ეწებება ფრინველის ფრთებსა და ბუმბულზე. ამის შემდეგ ფრინველი ვეღარ დაფრინავს და კვდება. და როცა ის კვდება, რეალურად ამ ხეებს საკვებ ნივთიერებებს აძლევს. ეს არის სიცოცხლის წრე და გზა, როგორაც ისინი ერთმანეთს ავსებენ. ხე ფრინველებს თავაზობს ადგილს, სადაც ისინი კვერცხებს დებენ და ახალ სიცოცხლეს ქმნიან, მაგრამ შემდეგ ეს ფრინველები სწორედ ხის მიერ იღუპებიან, რაც ხეს ზრდაში ეხმარება. თქვენ იცით, როგორ მიყვარს ცხოველები და გულწრფელად მინდა თითოეულ ფრინველს აქ დავეხმარო. მაგრამ ზუსტად ამ პატარა არსების მსგავსად, ამ ხეებს არ აქვთ შანსი გაიზარდონ. აყვალდნენ და მეტი სიცოცხლე შექმნან ამ ფრინველებებისთვის, თუ ეს ფრინველები ამ კუნძულზე არ დაიღუპებიან. ჩვენ მარჯნის პატარა ნაჭერიც კი ვიპოვეთ. 60-ის დასავლეთით ვარ ძმაო. მეორე დღეა, ახალი იარაღები გვაქვს, უზარმაზარი თევზი და მე მზად ვარ ბრძოლისთვის. წავედით. გმერთო ჩემო. წავედით, აი ესეა. დიდია. არა. არ ვიცი ეს რა არის. ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველი დავიჭირე. ვეცდები არ მაქვს. მოიცადე, მოდი აქ თმაო. ამას ჩვენ გძელ ენას ვეძახით. სათხალი ბიჭი თოლში მოკიდე. შეხედე იმ ნისკარტს. ის პირდაპირ ყველაფერს გასრისავს. შეხედე ამას. ეს სიგიჟეა. ამ ბიჭს არ შევჭამთ, გაუშვებთ. ნადირობას გავაგრძელებთ. შეხედე იმ ცხოველს. კარგი. წავიდა აქედან. კარგი ბიჭებო, ეხლა ხან გამოვედით ლურჯი ლაგუნიდან და უკვე მეორე იარაღი გვაქვს გამოწვევისთვის. ეს არის პატარა შუბის თოფი. უბრალოდ პატარაა. როგორც კი რამეს დავიჭერთ, ამით შეგვიძლია გადავიდეთ მთავარ იარაღზე და მონსტერს დავდევდეთ აქ, რიფზე. იმედია დღეს მზის ჩასვლისას. შეხედეთ წყალს ჩემს გარშემო ახლა. ისეთი სუფთაა, რომ გაგიჟდები. იმედია ამ იარაღს გამოვიყენებთ, რომ თავდაჯერებულობა შეგმატოს და ნაშუა დღევანდე გაგვაძლებინოს მეფეთა მეფის ნადირობისთვის ბიჭებო. მაქვს ერთი გიჟური იარაღი, რომელიც ცოტა მოგვიანებით მინდა გაჩვენოთ, მაგრამ უნდა დარჩეთ და ნახოთ. ჯერ კი წყალში შევდივართ მინი შუბის თოფით. წავედით.
ამ თოფს ვერ ხედავ. ბიჭებო, გავაკეთეთ ეს ძმაო, შეხედეთ ამას. ეს არის უამაზესი პატარა მარჯნის კალმახი. ეს თევზები ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია ოკეანეში. $200 კილოგრამი. აი ამ ფასად იკიდება ესენი აქ მაღაზიებში. ზვიგენები გაგიჟდნენ. თევზი მათაც ისევე უნდათ როგორც მე ბიჭებო. თქვენ ნახეთ რომ რამდენიმე გასროლა გავაცდინეთ. თავიდან ეს რაღაცა ისე იქცეოდა როგორც იაფფასიანი საათი. თქვენ ნახეთ გუშინ მარჯნის ვირთევზა დავიჭირეთ, დღეს კი მარჯნის კალმახი, რაც საბოლოოდ უბრალოდ უფრო დიდი და უკეთესი ვერსიაა იმ თევზის, რომელიც გუშინ დავიჭირეთ. ეხლა დანას ავიღებ და ზუსტად ხერხემლის გასწრივ გავჭრი. და როცა ვწევ, უბრალოდ ვაცილებ ხორცს. მშვენიერი ნაჭერი მარჯნის კალმახის ხორცისა ლურჯ ლაგუნაზე. ეს იქნება ჩვენი სევიჩეს ხორცი. აქვე დავდოვებთ. სამ ცაცხს პირდაპირ ზემოდან დავადებ. ყველა ჭრილობაში შესანიშნავად იგრძნობა ბიჭები. აქ შიგნით გვაქვს კიტრი, წითელი ხახვი და პომიდორი. ძალიან მარტივი ინგრედიენტებია ბიჭებო. მხოლოდ ერთი გზაა ამის დასრულების. აქვე ცოტაოდენი соуსი გვაქვს. ამას ზემოდან დავამატებთ და ბიჭებო, ჩვენი ხელწერაა ტაკოს სანელებელი. ამ ნივთის გარეშე არსად მივდივართ. შეხედეთ ამას ახლავე. საოცრად გამოიხურება. ხედიც გიჟურია. დროა დავაგემოვნოთ. საუკეთესო რამ ამ ყველაფერში ბიჭებო ისაა, რომ ეს სატყუარების დაფაა და ამავდროულად აქვე ვჭამთ ლანჩს. მოდი დავაგემოვნოთ. აი ეს. თქვენ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს, განსაკუთრებით ლურჯ ლაგუნაში. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ჰუ, ღმერთო ჩემო. ეს ძალიან გემრიელია. ხორცი ძალიან ახალია. პირდაპირ პირში ჯერ კიდევ ირხება. იცი რა არის ამაში საუკეთესო? ეს მხოლოდ ჩვენი სადილია. გვაქვს სრულიად ახალი იარაღი. ვერ ვითმენ რომ გაჩვენოთ. ცოტა უფრო შორს წავალთ და შემდეგ დროა ოკეანის მეფით დავასრულოთ. ახლახან დავამთავრეთ სადილი და ეხლა ყველაფერი სარკესავით გლუვია. ეს უბრალოდ გაგიჟება. შეხედე ამ პირობებს. შეგიძლია პირდაპირ ნავიდან დაინახო ყველა თევზი და ყველაფერი. ვაუ! გამოვიყენეთ 2 ნახევრად სუსტი იარაღი. ეხლა კი ვაპირებთ დიდი ქვემეხის ამოღებას. ეს არის სპეციალურად ჩემთვის დამზადებული შუბის თოფი, რობ ალენისგან. დიდი მადლობა მას. ეს ვეშაპის ზვიგენის დიზაინია. აქ ქვეშ 60 მეტრი თოკია. ამ იარაღის სიშორე საკმარისია ოკეანის მეფის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ გყავს ეს ბიჭიც აქ. ის არის კაპიტანი, ჩვენი ნავის მმართველი. უნდა დავიჭიროთ მეფე ძმაო. შეგიძლია მიმიყვანო მასთან? კი ძმაო, ფართო ხედვა მაქვს და ყველაფერს ვხედავ. წავედით. კარგი, იმედია მონსტრზე მიგვიყვას ბიჭებო. გვაქვს დიდი იარაღი, დიდი თევზი, ოკეანის მეფე. უბრალოდ კამერას ჩავთავ და დავიწყებთ ქებთ. წავედით.
ეხლა ხან ნახეთ ბომბივით ჩავეშვი და დიდი ესპანური მაკრელი დავინახე, მაგრამ მან დისტანცია დაიცვა ჩემთან ბიჭებო. ეხლა თითქმის ფსკერზე ვარ. ენერგია თითქმის აღარ დამრჩა. სრაფი გამამხნევებელი გჭირდება, რომ ეს გამოწვევა დავასრულოთ. ეხლა იწყება. ბიჭებო, ეს არასდროს გამიკეთებია, მაგრამ ეხლა გავაკეთებთ. ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება. წავიდეთ. მოდი დავასრულოთ. პატარა ფლიპერი, სწრაფი აღდგენა. წავიდეთ. კარგი, ვინმე მომაწოდეთ დიდი კილა, რადგან თევზს ვიჭერ. წავიდეთ. წავიდეთ. დიახ, ჩვენ ეს შევძელით ძმაო, ჩვენ დავიჭირეთ სამეფო მაკრელი. უჰუ! ბიჭებო, შეიძლება ეს არ არის ყველაზე დიდი სამეფო მაკრელი დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საათი დაგვჭა საყვინთაოდ და ეს შევძელით. მე ახლა ნავზე ავხდები, სანამ ეს წყეული ხარის ზვიგენები დამესხმებიან, იმიტომ რომ იქ ქვემოთ ნამდვილი ურჩხულები იყვნენ. თქვენც ნახეთ, იქ ყველაფერი იყო. ჩვენ გვყავდა ნამდვილი ურჩხული ზვიგენები, ყველგან იყო კორალური გრუპერი. ის სათხუარა თევზების გუნდები პირდაპირ ფარავდნენ რიფს. მგონი ეს იყო საუკეთესო რიფი, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ძმაო, წინაც კი ვერაფერს ხედავდი. ფრანკიმაც დაიჭირა თავისი ურჩხულები. აი ეს დიდი შუაღამის სნეპერი და ეს წითელყელიანი იმპერატორი. რამდენიმე კარგი კორალური გრუპერიც დავიჭირეთ. ბიჭებო, სწორედ ეს არის მთავარი. კარგი განწყობა ნავზე ბიჭებთან ერთად. ეხლა მიწისკენ გავეშურებით, სამეფო მაგრელს მოვამზადებთ და დანარჩენებსაც. უი, ნავი წყლით იყო სავსე, ამიტომ უნდა ამოგვეღო წყალი და ეხლა უკვე სრიალზე ვართ. აჩვენე მათ კოპი. კარგი, ბანაკში უბრუნდებით. წავედით. კარგით ბიჭებო, ეხლა ხან დავბრუნდით ბანაკში და ეხლა ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ ხდება. დიდმა დედა კუამ ეხლა ხან ამოაღწია სანაპიროზე. ის ახლა კვერცხებს დადებს ბიჭებო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს კუები ძალიან დაღლიბები არიან კაცო. ისინი სანაპიროზე სულ ზემოთ ამოვიდნენ. საათებს ხარჯავენ რომ ამოთხარონ ორმოები კვერცხების დასადებად. არ მინდა ძალიან შევაწუხოთ, მაგრამ ეს საოცარია. ის ახლა აპირებს ამ პლანეტა დედამიწას კიდევ ერთი სიცოცხლე შესძინოს.
და სწორედ ეს არის მთავარი ბიჭებო. გუში ნახეთ ბიჭებო, როგორ დავიჭირეთ მეფე მაკრელი. ესენი მართავენ ყველაფერს. ნახეთ, რამდენი სათხუარა თევზი იყო გარშემო. სწორედ ამით იკვებებიან ესენი. შეგიძლიათ ნახოთ, რა საშინლად ბასრიგბილები აქვს და რა გლუვი, მოგრძო ფორმა აქვს. ეს გუმკერდის ფარფლები თითქმის მთლიანად იკეცება ამ პატარა ნაპრალებში. სწორედ ეს ხდის მათ აეროდინამიკურს. ესენი არიან მტაცებლები, რომლებიც მართავენ იმ წყლებს და ჩვენ ერთის დაჭერა შევძელითელით. მართლა ბიჭებო, ამაზე უკეთესი არაფერი ხდება. შეხედეთ იმ ხორცს. ბოლო რამდენიმე დღე ვნადირობდით და ბოლოს რიფის მეფე დავიჭირეთ. წყალი გადამავლე. ღმერთო ჩემო ბიჭებო, მოусმინეთ ამ შუშხუნს. ესენი ეხლა პირდაპირ ანათებენ, ცოტა ლიმონი და მწვანილი. ამით შეცდომას ვერ დავუშვებ. ღმერთო ჩემო, ეს ისე კარგად გამოიყურება. ეხლა ზემოდან ცოტა ახალი ლაიმი მოვასხით. ზემოდან ცოტაოდენი კუპი მაიონეზი. ოკეანის მეფე, მოდი აქვე დავაგემოვნოთ, შეხედე ამას. ეხლა უკვე ვიცი რატო, ეს ოკეანის მეფეა. მოდი ძმაო, მოდი დააგემოვნე. კარგი, იცით, ფრენკი მე თევზზე მიმიყვანა. სცადე ძმაო. როგორია? გაუმარჯოს ძმაო. ბიჭებო, უკვე 3 დღეა ამას ვაკეთებ. ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ გამოცობაში მივიღეთ მონაწილეობა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ მოწონება და გამოწერა. აქვე კიდევ ვიდეოებს ნახავთ და შემდეგ გიჟურ თავგადასავალში ისევ გნახავთ ბიჭებო. დიდი სიყვარული, წავედით.